მოგესალმებით კომპიუტერთა მოყვარულებო. დღეს მე თქვენთვის მოვიძებნე ასეთი საინტერესო Google Chrome-ის სხვადასხვა საინტერესო ფუნქციები. მოდით დავიწყოთ. Google-ს ის გამოარჩევს სხვა დანარჩენი ბრაუზერებისაგან, რომ მას აქვს სხვადასხვა განსხვავებები. ერთ-ერთი მათ ყველა მიწით დინოზავრი, რომელიც გამოგვიჩნდება ხოლმე, როდესაც გაგვექრება ინტერნეტი. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ეს დინოზავრი იმ დროს, როდესაც ჩვენ გვაქვს ჩართული ინტერნეტი ასევე. უნდა ჩავწეროთ IS Chrome Dino, უნდა ჩავწეროთ Google Search-ში Chrome Dino, დავაჭერთ Enter-ს. ახლა როდესაც დავაჭერთ თამაშს, თავიდან შეიძლება შეგაშინოთ, რადგან ის დიდდება. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სხვადასხვა კოდები ჩვენ ამ თამაშზე. ჩავთავთ თამაშს და ველოდებით მალე შეეჯახება. ყველაფერი კარგად მოქმედებს. ვაჭერთ მარჯვენა ღილაკს, ხოლო შემდეგ ვაჭრებით Inspect-ს. გამოგვიჩნდება ასეთი cheat კოდების ადგილი. ჩვენ დაგვჭირდება ჩანერთი console. აქ ჩვენ უნდა ჩავწეროთ სხვადასხვა კოდები. მე ამ კოდებს აღწერაში ჩაგიგდებთ. რომ არ უყუროთ ესე, მოდით დავაჭერთ ამას, შემდეგ Enter-ს. ვიწყებთ თავიდან თამაშს და როგორც ხედავთ, დინოზავრი დგას ერთ ადგილზე, მაგრამ მაინც აგროვებს თავის ქულებს. შემდეგი არის ესეთი ასეთი კოდია შემდეგი. ვაწვევით Enter-ს და თამაში ერთვება ჩვეულ რეჟიმში. თუ არ გვინდა რომ გავიჭედოთ. თუ არ გვინდა და დავაბრუნოთ. შემდეგი ასევე არის შემდეგი კოდი. მოდით ისევ ჩავწეროთ ეს კოდი. გახსენებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება აღწერაში მითითებული. ვიწყებთ თამაშს. ველოდებით და როგორც ხედავთ, ჩვენი მოთამაშე დინოზავრი გადის ჩვენი კაქტუსების წინ. ასევე ჩვენ შეგვიძლია ავუმაღლოთ ჩვენს დინოზავრს სიჩქარე. ავამაღლოთ სიჩქარე. აქ რაც არის ფრჩხილებში, 100 არის აქ. ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ უფრო მეტი. მაგალითად იყოს 1000. 100,000 იყოს, დავაჭერთ Enter-ს. შემდეგ ჩავართოთ თამაში და როგორც ხედავთ, რა სწრაფად მირბის და აგროვებს თავის ქულებს. როდესაც მივა. როგორც ხედავთ, აქ მინდათ ერთი რაღაცა გაგიმხილოთ, რომ ეს თამაში დინოზავრი, როდესაც მე ხვალ ბოლომდე, კრუგი ყოველ ჯერზე მეორდება და თუ თქვენ ერთ კრუგს გაივლით, ესე იგი თქვენი სვლებით გამარჯვებულად. როგორც ხედავთ, მივიდა რაღაც გარკვეულ რაოდენობამდე და შემდეგ დაიწყო თავიდან. ხედავთ, თავიდან დაიწყო ასვლა. კარგით. მოდით გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ერთ-ერთი Google-ის თვით შექმნილი თამაში. Google-ში უნდა ჩავწეროთ Experiments Transcube. დავაჭერთ Enter-ს, ხოლო შემდეგ უნდა გადავიდეთ პირველივე ლინკზე. გადაგვაგდებს ასეთ საიტზე
სადაც ჩვენ უნდა დავაჭეროთ launch experiment. ეს არის ძალიან საყვარლობა თამაში, რომელშიც თქვენ იქნებით პატარა კუბის პერსონაჟი და თქვენ შეგიძლიათ იაროთ და თან შეიძლება გაიჭედოთ ისე მოგეწონოთ ეს თამაში. მოკლედ აქ თქვენ თვითონაც გაერკვევით, ყველაფერი ძალიან კარგად არის ნაჩვენები. გამოვიდეთ და გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ყველამ ვიცით ესეთი ძველი თამაში Pac-Man-ი. ჩვენ უნდა ჩავწეროთ რომ Google-მა Pac-Man-ის დაბადების დღეზე ის დაამატა თავის ბრაუზერში. ჩვენ search-ში უნდა ჩავწეროთ Google Pac-Man. წერთ Google Pac-Man. აქ ჩვენ გვეჩვენებს Pac-Man-ს. შემდეგ ჩვენ უნდა დავაჭეროთ ლურჯი ხელს თამაში. და როგორც კლასიკურ თამაში, ჩვენ აქ შეგვიძლია ასევე ვითამაშოთ. ყველაფერი იგივეა. ყველაფერი მარტივი და იგივეა. ასევე ჩვენ გვაქვს Pac-Man-ის გარდა ერთ-ერთი კიდევ თამაშები. მოდით ვიპოვოთ. ყველა თამაში, რაც კი არსებობს. ჩავწეროთ Google Doodle Games search-ში, დავაჭეროთ Enter-ს და აქ ჩვენ გვიჩვენებს თამაშებს. სხვადასხვა თამაშებს, რომლებიც არის. თითოეული ამავე პრინციპით ირთვება, ვაჭერთ და ის წამშივე ირთვება და აი ასე ჯობია ჩემი აზრით, რადგან Pac-Man-ის ეკრანი უფრო დიდია. ამ შემთხვევაში Pac-Man-ის ეკრანი უფრო დიდია და თქვენ უფრო კარგად გაერკვევით. მოდით გადავიდეთ შემდეგზე. ასევე ჩვენ Google-ში გვეხმარება ასეთი ღილაკი იღბალს ძალიან გვეხმარება ღილაკი იღბალს მივენდობი. ჩვენ უნდა ჩავწეროთ Google Gravity. წერთ, ოღონდ Enter-ს არ დავაჭიროთ, დავაწყობოთ სხვა ადგილზე, ხოლო შემდეგ დავაჭიროთ იღბალს მივენდობი. როგორც ხედავთ, მთელი ჩვენი ეკრანი დაიშალა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვერაფრის მოძებნას ვერ შევძლებთ. მაგრამ ლინკის ღილაკზე გადასვლა შესაძლებელია და ჩვენი Google-ი ისევ გასწორდება. ჩვენ შეგვიძლია მოვკიდოთ სხვა ელემენტებს და ესე ვისროლოთ ისინი. ასეთივე პრინციპით გვაქვს. გადავიდეთ Google-ში. ასეთივე პრინციპით არის ერთ-ერთი Google Space. ჩავწერთ იღბალს მივენდობი, ვაწყაბებთ იღბალს მივენდობი. და როგორც ხედავს, ახლა ყველაფერი დაფრინავს, როგორც კოსმოსში. ეს არის ძალიან სახალისო და საინტერესო. შემდეგი ასევე არის თუ ერთ-ერთი თამაში არ არის იმ Google Doodle თამაშებში. ეს არის Snake Game. საკმაოდ ძველი თამაშია. როდესაც აქაც იგივე ლოგიკა არის, შევდივართ და კომპიუტერში ისრებით, ხოლო ტელეფონში სვაიპების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გადავადგილოთ ჩვენი მოქმედი
პირი გვერი. ოღონდ ჩვენ არ უნდა შევეჯახოთ კედლებს ამ შემთხვევაში და ასევე ჩვენ უნდა ვაგროვოთ ვაშლები როგორც კლასიკურ ვერსიაში. როდესაც შევეჯახებით გვერდს, ჩვენ თამაში მთავრდება და ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ. ასევე აქ არის ესეთი სეტინგები. აქ რო გადავალთ, ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ სხვა რაღაც სისტრაფე შეგვიძლია შევარჩიოთ, ადგილის რამდენი უნდა იყოს უფრო დიდი თუ გსურთ რომ იყოს. აქაც შეგვიძლია შევცვალოთ თუ გსურს ტელეპორტები დავაყენოთ. თუ გსურს თქვენ თვითონ ყველაფერში გაარკვევით აქ. შედით ექსპერიმენტები გააკეთეთ ყველა შეადგინეთ და ახლა ნახეთ. როდესაც ჩვენ გავალთ კედელში, ჩვენ მაინც არ გვკვდებით, ეს არის სისტრაფის მოგროვების კოდი. ანუ აქ რეკორდებზეა. ანუ სხვა კომბინაციები თქვენ თვითონ ადგინეთ და ძალიან მარტივად შექმნით. ასევე იღებავს მივენდობის აქვს ერთ-ერთი ბოლო, რაც მე თქვენთვის მოვიძიე, ეს არის Atari Breakout. თქვენ ალბათ იცით ეს თამაში. ეს იყო საკმაოდ ძალიან პოპულარული თამაში. წერთ მას searching-ში, ხოლო შემდეგ ვაჭერთ იღბალს მივენდობის. როგორც ხედავთ, აქაა ფოტოები და ის გადაიქცევა ჩვენ თამაშად. ორიგინალურ Atari Breakout-ის Atari Breakout-ის ვერსიად. მეტ გამოვიდეთ. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო. გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ასევე არ დაგავიწყდეთ და გააქტიუროთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოტოვოთ მომავალი ვიდეოები. ნახვამდის.